სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, კუჩხეშა ჯირკვლის დისფუნქცია, უძილობა, ქრონიკული სტრესი, აგრეთვე კვებითი ქცევის დარღვევა. რა არის კვებითი ქცევის დარღვევა? ძირითადი ბიოლოგიური ფაქტორი არის მადა, რომელიც კონტროლირებადია თუ ადამიანს აქვს мотивация და აქვს ნებისყოფა რომ ის გამოისწოროს. მადის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გონივრულად გეგმავს თავისი კვების რაციონს. ძირითადი პრინციპები, ალბათ რომელიც ასე ნაცნობია უკვე თქვენთვის, მაგრამ მე მაინც ხაზს გავუსმევ. რა არის ეს ძირითადი პრინციპი? პირველ რიგში ჯერადობა, მინიმუმ 4 ჯერადი კვება. წყლის სწორი მიღება. რას ნიშნავს წყლის სწორი მიღება? ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ 1 საათში. მარილის შეზღუდვა და აგრეთვე ღამის ინტერვალი, რომელიც 12-14 საათი მაინც უნდა გრძელდებოდეს. რა პროდუქტებით უნდა გამდიდრდეს ორგანიზმი და რა პროდუქტები უნდა იყოს დღის რაციონში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ცილების მარაგი შევივსოთ ინდაურის ხორცითა და აგრეთვე თევზით. თევზებიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო გამორჩეულია ორაგული, რადგან ის შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ლიპიდური პროფილისთვის და აგრეთვე ორგანიზმისთვის, რათა კარგად დანაყრდეს ორგანიზმი. გახდომის მსურველებისთვის ძალიან სასარგებლოა ხილიდან ციტრუსები, კივი, ჟოლო, ვაშლი, ანანასი. თუ მათ ხშირად გამოიყენებთ რაციონში და თან გონივრულად დაგეგმავთ მათი მიღების დროს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მისი მიღება, ანუ ხილის მიღება სადილამდე გაცილებით უფრო ეფექტურია დაკლებისთვის, ვიდრე საღამოს ვახშმის შემდეგ. სარგებელთან ერთად მიიღებთ კარგ შედეგსაც.